ახალი სასწავლო სეზონისთვის დაანონსებული სასკოლო ფორმების პირველი პარტია საქართველოში მალე შემოვა, თუმცა ჯერ მხოლოდ პირველ კლასელთათვის ფორმები უკვე გზაშია და როგორც ოფიციალური წყაროებიდან ხდება ცნობილი 25 აგვისტომდე ის სასწავლო დაწესებულებებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება. როგორც ცნობილია, სასკოლო ფორმები სამინისტროს საჯარო სკოლებისთვის სავალდებულოდ შემოაქვს და ის პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის იქნება. ცნობილია, რომ სახელმწიფო თითო წყვილ ფორმას უფასოდ გადასცემს 60,000-დან ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს. გიგანტურ წიგნებზეა საუბარი, აქ არის მე-19 საუკუნის მოვლენები გაშუქებული, ის მოვლენები, რომლებიც გაზეთ ივერიაში იბეჭდებოდა. გაზეთი ივერია ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა შექმნა და ყველა საქართველოს ყველა კუთხიდან შედიოდა იქ ინფორმაციები, სხვადასხვა ინფორმაციები. ეს იყო ამიდის შესახებ, ეს იყო რომ რაღაც სოფელში, რაღაც რაიონში მოსავალი არ მოვიდა, სტიქიური მოვლენები, აი ყველანაირი აბსოლუტურად თუ რამე ხდებოდა, ყველაფერი წერილებით იგზავნებოდა მე რედაქციაში და გაზეთი იბეჭდებოდა, გამოდიოდა. ეს გაზეთები მე ერთად შეიკრიბა და გაციფრდა და გამოვიდა წიგნი. 1886 წელს ეძღვნება ერთი წიგნი და მეორე 87 წელს. ანუ რაც ხდებოდა ამ პერიოდში. ამ პერიოდში ჩვენ გავიგეთ, რომ იყო შორაპნის მაზრა, ფელი ყვირილე ერქვა ზესტაფონს, შემდეგ უკვე ზესტაფონიც იხსენიება. შორაპნის მაზრაში შედიოდა ხარაგაული, თერჯოლა, ზესტაფონი თავისთავად ზესტაფონის სოფლები, ჭიათურა, საჩხერე და ეს მოვლენები ყველაფერი თუ ამ სოფლებში და ამ რაიონებში რაც ხდებოდა, ყველაფერი აისახებოდა გაზეთ ივერიაში და შემდეგ არის აქ საინტერესოა ძალიან ეს ჩვენ წავიკითხეთ, თითქმის მთლიანად წავიკითხეთ ეს წიგნი და ამოვწერეთ რაც ის მასალები, რომელიცაც სადაც ნახსენებია ზესტაფონი, შორაპანი, სოფელი სვირი, სოფელი ცხაწყარო, სხვადასხვა თერჯოლის სოფლები, ხარაგაულის სოფლები, იქ თუ რაიმე მოხდა და რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო, ყველაფერი გაშუქებულია და არის ძალიან საინტერესო. ყველასათვის ხელმისაწვდომია ეს წიგნები, თუ მაგალითად ვინმე ან იმ პერიოდის რამე ისტორიას წერს, ან მასალას აგროვებს, იმისთვის არის ძალიან კარგი წიგნების წაკითხვა, გადათვალიერება და იქიდან ამოუწეროს მისთვის საინტერესო ცნობები, რაც კი აქ არის გაშუქებული. ნიშნული გვაქვს ყველა გვერდები, სადაც ზესტაფონზეა ლაპარაკი. აქ საუბარია კიდევ საზღვარგარეთის ევროპაზე, ამერიკაზე, ისევე როგორც დღეს არის ეს აქტუალური რაღაცა ეს საკითხები, აქაც ისეთივეა, აქაც აღინიშნება რა ხდებოდა ამერიკაში, რა ხდებოდა ევროპაში იმ პერიოდში, როგორ იყო საქართველოსთან მაგათი ურთიერთობები და ესეც ყველაფერი გაშუქებულია ამ წიგნებში. ჩვენ აქ პრეზენტაცია ჩატარდა წიგნებთან დაკავშირებით. ჩამობრძანებული იყო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ბატონი კონსტანტინე გამსახურდია. ეს თვითონ ვინაც ეს წიგნების შექმნა ინიციატორი არის ზესტაფონელი ნოდარ დუგლაძე, ის ვერ გვეწვია, ვერ ჩამოვიდა ჩვენთან, იმან ჩამოგვიტანა სხვათა შორის ერთი წიგნი თვითონ და დაინტერესებული იყო ის იმით, რომ ზესტაფონსაც ჰქონოდა ეს წიგნები. საქართველოში არის 64 რაიონი და 64 ბიბლიოთეკა, მაგრამ 25 ბიბლიოთეკას გადაესწრა მხოლოდ საჩუქრად ეს წიგნები და ერთ-ერთი არის ზესტაფონის ბიბლიოთეკაც და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ეროვნულ ბიბლიოთეკას ამისათვის და ჩვენი ზესტაფონელებისათვის, ჩვენი მკითხველებისათვის არის ძალიან დიდი საგანძურჯო რაიონში ასეთი რამე იყოს. ეს წიგნის გამოცემა ამ გაზეთების იყო გაბნეული, ეს ყველგან ერთი იმაში არ ქონდა შენახული. ზოგი ოჯახებიდან ამოიღეს, ზოგი სადღაც იყო პეტერბურგში იყო არქივებში შენახული ნომრები, ზოგს აკრდა. ამდენად ჩვენ არ ქონდა ეს არსრული არქივი. ჩვენი გაზეთები დიდ დრო იყო გასული, მერე რევოლუცია, მერე არეულობები ესენი და არ იყო და ჯერ ერთი რომ ეს ინფორმაცია იქნება დაცული. ეს საქმე გაკეთებული. რითაც სულდგმულობდა მაშინ ქართული აზრი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე იყო მთავარი ფიგურა იქ. ეს იქნება შენახული. ეს არის 2 წლის. ეს არის 87 წელი, როცა დაიწყო ყოველდღიური გამოცემა. მანამდე გამოდიოდა კვირაში 1 წელი. მანამდე. ზეგი ეს უფრო ადრე დაიწყო, მე მგონი 76 წელს და მის შემდეგ იყო ყოველდღიური გამოცემა. ეს და ახლა არის შენახული. ალბათ კიდე გამოცემენ მომდევნო წელს და ფუნქცია ეს არის თავარი, რომ ეს შენარჩუნდება, აღარ დაიკარგება, ეს განთავსდება ბიბლიოთეკებში, არქივებში იქნება და
არ დაიკარგება ჩვენი ისტორია, ქართული აზრის ისტორია და ინახავს უზარმაზარი ინფორმაციის ზღვას. სიმართლე გითხრათ, ამის წაკითხვა ახლა ადვილი არ არის, იმიტომ რომ ეს რა გამოდის თითო წელიწადში იქნება 60-65 გაზეთი. ეს ძალიან ბევრია. ხო და მთელი ინფორმაციის გადამუშავება ალბათ თვითონ ჟურნალისტი თუ გააკეთებს ამას, რომელიც არის ან ისტორიკოსი, რომელიც ამ ეპოქით არის დაინტერესებული, რიგით კითხვასაც შეუძლია, მაგრამ არ ვიცი ახლა რამდენად ექნება ეს დიდი ინტერესი. თავდაცვის სამინისტროსათვის განათლება არის პრიორიტეტული და შესაბამისად ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას და პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ. ეს არის დიდი შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების, პროფესიული კავშირების გაღრმავების და რაც მთავარია, საერთო ხედვის ჩამოყალიბების ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი გვაძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთთან გავცვალოთ ინფორმაცია, უფრო ინფორმირებულები ვიყოთ და ამავე დროს თვითონ დისკუსიები, რომელიც აქ იმართება ამ 5 დღის განმავლობაში, იმართებოდა და სტუმრები მათი რანგიდან გამომდინარე, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, გვაძლევს საშუალებას, რომ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს ვკითხოთ სხვადასხვა საკითხები და პირველი პირებისგან მივიღოთ ინფორმაცია, ბოლო ინფორმაცია თუ რა ხდება, რა ვითარება, საითკენ მივდივართ, რა მდგომარეობაში იმყოფება, რა გამოწვევების თუ ამ გამოწვევების გადალახვის პროცესში იმყოფება ქვეყანა. მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის უწყებებისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ვეცნობოდით ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, უკეთ გავეცანით ერთმანეთის სამუშაო დღის წესრიგს და ყავდა ძალიან საინტერესო მომხსენებები. მოგესალმებით ზესტაფონიდან კომპანია მეგაპიქსიდან. ჩვენ კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს უახლესი თაობის დანადგარი, რომელიც პრემიუმ ხარისხის მეტალის სახურავებს ანზომებს. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს დაგიმზადოთ ნებისმიერი სიგრძის, სისქისა და ფერის სახურავი. ჩვენთან სიზუსტე, სისწრაფე და პროფესიონალიზმი გაერთიანებულია, რათა იდეალური შედეგი მიიღოთ უმოკლეს დროში. მეგაპიქსი, შენი საიმედო კომპანია მშენებლობაში.